რა მდგომარეობაა ქალაქში ინფრასტრუქტურის კუთხით ქრონიკის გადამღები ჯგუფი თითქმის ყოველდღიურად ინტერესდება. ამჯერად ქრონიკის ობიექტივში აზოტის საწარმოსკენ მიმავალი გზა მოხდა. რა ხდება აღნიშნულ ქუჩაზე და როგორია იქ მომუშავე ადამიანების პოზიცია? ნინო ბერიძე ამბობთ. რუსთავის აზოტი აზოტოვანი სასუქების ერთადერთი მწარმოებელია სამხრეთ კავკასიის რეგიონში. ამ დროისთვის აქ 3000-მდე ადამიანია დასაქმებული. მათ კი ყოველდღიურად როგორც თვითონ აცხადებენ, ინფრასტრუქტურულად გაუმართავდა მწყობრიდან გამოსულ გზაზე უწევთ გადაადგილება. ადამიანები, რომლებიც ამ ტერიტორიაზე მოძრაობენ, საკითხის მოგვარებას ითხოვენ. როგორც აზოტელები განმარტავენ, წლებია უკვე აღნიშნული პრობლემა არსებობს, თუმცა მისი მოგვარება ამ დრომდე არ მომხდარა. მანქანა იმტროა, ირყევა ცემენტის ქარხნაზე აქედან მანქანები ვერ მოძრაობენ. იძულებული ვარ ქალაქში შევდივარ და იქიდან ჯარიმას ვიხდით რა გვაჯარიმებენ, მაგრამ მანქანის კეთება ისე ძვირიჭდება, ჯობია ჯარიმა გადავიხადოთ და ისე გავიდეთ. ვერ გადავდივართ იმაზე გზაზე და ინტროვა მანქანები, ყველა მანქანა. დიდის და პატარას. თუ კიდე გაიარეთ, ეგედა ნახეთ თქვენი თვალით გადაიმასკენეთ, რა არის ჩაყრილი და რა არა. უგზაობა რა პრობლემას არ მოხდას. მანქანებს გიფუჭებს. გზავრებით წუხდებიან. აღნიშნული პრობლემის შესახებ ქვემო ქართლის საინფორმაციო სამსახურმა სოციალური ქსელიდან შეიტყო. არხის ოფიციალურ Facebook-ის გვერდზე ერთ-ერთმა მომხმარებელმა აზოტელების სახელით მოგწერა. იქ მომუშავე ადამიანები ქალაქის ხელმძღვანელობას არსებული გზის სავალ ნაწილზე გადაადგილებისკენ მოუწოდებენ. უმორჩილესი თხოვნა ქალაქის მერსა და ადგილობრივ მთავრობას. იქნებ გამონახონ რამდენიმე წუთი და გაიარონ აზოტის მიმართულებით, მაგრამ ვერ გაივლიან, რადგან გზა თითქმის აღარ არსებობს. 3000-მდე ადამიანს რა პირობებში უხდება მგზავრობა ერთხელ მაინც ნახონ, პატივისცემით აზოტელები. ეს ის წერილია, რომელიც ჩვენმა მაყურებელმა გამოგვიგზავნა. საკითხის ინტერესიდან გამომდინარე ჩვენ შესაბამის სამსახურს დავუკავშირდით. არსებობს თუ არა ქალაქის ინფრასტრუქტურის სამსახურში აღნიშნული ქუჩის პრობლემის შესახებ ინფორმაცია და იგეგმება თუ არა მონაკვეთის რეაბილიტაცია. ეს ის კითხვებია, რომელზეც ქრონიკას პასუხები აინტერესებდა, თუმცა სამსახურის უფროსმა ჩვენ სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.